როგორც ვიცით, საქართველოში Alhamdulillah wassalatu wassalamu ala rasulillah Rabbi shrah li sadri wa yassir li amri wahlul 'uqdatan min lisani yafqahu qawli Rabbi zidni ilman. Assalamu alaykum wa rahmatullahi wa barakatuh. მოგესალმებით სულას მორწმუნეებო. დღეს ვისაუბრებთ დავიცავთ უკვე ნამაზზე ადამიანმა მუსლიმმა როგორ უნდა შეასრულოს ნამაზი. ჩვენ ვთქვით რომ ადამიანი რომელიც რომ უკვე შევა ისლამში მისთვის გარკვეული ვალდებულებები ხდება და ერთ-ერთი მათგანი არის ნამაზი. ამიტომ დავიცავთ მუსლიმმა როგორ უნდა შევასრულოთ ეს ღვთისმსახურება. Დღეს დავიწყებთ მაგ თემაზე საუბარს და შევისწავლით თუ მუსლიმმა ადამიანმა რომელმაც რომ უკვე შევიდა ისლამში როგორ უნდა შეასრულოს ნამაზი. თუმცა სანამ ამ თემას შევეხებით მინდა რომ ერთ თემაზე გავამახვილო ყურადღება, როგორც ვიცით, საქართველოში მithumetes ამ ბოლო დროს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა ადამიანები, ანუ რომლებიც სხვადასხვანაირად ასრულებენ ნამაზს. და ეს საიდან მოდის? ჰადისებიდან მოდის. ყველანაირი ფორმა, რომელთაც რომ მოსწობენ, ეყრდნობა ჰადისს. ეხლა მე რომ ჰადისებსაც წავიკითხავ, ჩვენ რომ Google-ში დავწეროთ ან ეხლა ახალ განხორციელებულ ChatGPT-ში რომ დავწეროთ, გვეტყვის რომ ეს ჰადისები არის სუსტი, თუმცა მსგავსი რამე არ არის. მithumetes ამისთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენ ჰადისის მეთოდი, ანუ ჰადისის უსულულ ჰადის. ანუ ადამიანმა როგორ ხდება ჰადისების მაგალითად თადაღიფი დასხეჰი და ასე შემდეგ, ანუ სწავლებმა როგორ დაყეს ჰადისები საჰიჰად, როგორ დაყეს ჰასენად, როგორ დაყეს დაიფად ან სუსტად და ასე შემდეგ. ამიტომ სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, სანამ თავი რაღაცა დიდი ვიღაცა გვეგონება და მithumetes ინტერნეტში დაწერილი ინფორმაციებით ვიმოქმედებთ, უნდა დავუშვათ, უნდა შევისწავლოთ მსგავსი საკითხები, უნდა ვიცოდეთ ეს ჰადისები მართლა სუსტია თუ არ არის. მithumetes დღევანდელ დღეს როდესაც რომ ასეთი ფიტნა მithumetes უკვე ყველა ადამიანები გამოსული ინტერნეტის საშუალებით თავი ძალიან დიდი სწავლები გქონია, შევდივართ ინტერნეტში, ვწერთ რაღაცა ჰადის, შემდეგ ამ ჰადისების გამარტებასაც ინტერნეტში ვკითხულობთ, ვისი გამარტებულია იგის რომ არ ვიცით ნორმალურად და გონია რომ რაღაცა დიდი სურნო გვაქვს მიღებულიო და თავისუფლად გამოვდივართ და საუბრობთ ამ ჰადისების შესახებ, რაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ადამიანმა რომ ჰადისებზე ისაუბროს, ამისთვის მას სჭირდება ჰადისის ცოდნა, ჰადისის მეთოდის ცოდნა, ანუ უსულულ ჰადისის ცოდნა, როგორ ხდება, როგორ დაყეს სწავლებმა სუსტად ჰადისები არის თუ არა ისეთი სუსტი ჰადისები, რომელთაც რომ მოქმედება შეიძლება და ასე შემდეგ. ამიტომ რომ მაგალითად ძალიან ბევრმა დარწმუნებულად არ იცის, თუმცა აჰმედ ბინ ჰამბელი ამბობს, რომ სუსტი ჰადისით იუამელუ ბიჰი მუტლაყან, ანუ სუსტი ჰადისით მოქმედება შესაძლებელია, ანუ არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ ადამიანმა სუსტი ჰადისით იმოქმედოს და დღეს ეს რამდენიმე ავისით პირიქით ახალგაზრდებში მithumetes როდესაც გავიოთ რომ ეს ჰადისი სუსტია, ესე იგი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თქოს ეს უნდა გადავაგდოთ, საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ჰადისი და ასე შემდეგ, რაც რომ უცოდნობის ბრალია. მithumetes დღევანდელ დღეს შევდივართ Google-ში, ვწერთ მეუბნება ეს ჰადისი არის სუსტი და ამაზე მინდობით უკვე გამოვდივართ და თითქოს ეს რატო ეს ხოჯა გამოდის და სუსტი ჰადისით მოქმედებს, სუსტი ჰადისით ლაპარაკობს, სუსტი ჰადისით ნამაზებს აუწევს და ასე შემდეგ, რაც რომ უცობა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წიგნები იბნულ ჰუმამის El-Hidaya, რაც რომ კარგად ხსნის, ანუ უბრალოდ მერღინანის ჰიდაია და მერღინანის ჰიდაზე დაწერილი შერჰი იბნულ ჰუმამის წიგნი, რომელთაც რომ ძალიან კარგად ხსნის იბნულ ჰუმამი ამ ჰადისების ფორმას, ანუ ჩვენ ჰანეფი მესების მიმდევრები ვართ, ჰანეფი მესებში როგორ არის ეს ჰადისები მართლა სუსტია თუ ამ ჰადისებს აქვს ისეთი ფორმა, რითაც რომ საქმის ანუ მოქმედების გაკეთება შეიძლება. ამიტომ ვეცადოთ რომ ცოდნა მივიღოთ წიგნებიდან, ახლა ჩემს უკან ხედავთ ძალიან ბევრ წიგნებს და ამის ინტერნეტში მithumetes Google-ში და მსგავს რაღაცებში 1%-იც კი არ არის. ამიტომ ჩვენ ცოდნა უნდა მივიღოთ წიგნებიდან. და ერთ თემასაც მინდა შევეხო იმის გამო, რომ